ჰქონდათ შესაძლებლობა რომ გაცნობოდნენ ასე ვთქვათ და დაენახათ ის მისწრაფებები, რომელიც ამ ორმხრივ ურთიერთობის გაღრმავებისთვის ჰქონდა და აქვს საქართველოს ხელისუფლებას. აქ გავჩერდები და კიდევ კითხვები თუ იქნება გარკვეულად ამ საკითხებთან დაკავშირებით მოხარული ვარ რომ გიპასუხოთ. თუმცა ეს ლობიზმს რაც შეეხება ამ თვალსაზრისით ყველა დოკუმენტაცია ღიაა და ხელმისაწვდომია ის სამუშაო რაც ამ პერიოდში განხორციელდა. კითხვები არის უკვე რიგიც არის კითხვებზე მე ერთი თხოვნა მექნება ბატონო დავით რაც შეეხება ასოცირების კომიტეტის ხდომას ბრიუსელში ჩვენ ახლა ჩავხედეთ იმდროინდელ ფოტოებს ოფიციალურ ფოტოებს იქ არის მთავრობიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაც აუცილებელი იყო მაშინ თქვენ გახსოვთ რომ მთავრობის სხვადასხვა მინისტრს დაუწყებას ბლოკებად ჰქონდა გადანაწილებული და თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა ბლოკზე აგებდა პასუხს ეს იყო იუსტიციის სამინისტროს საგარეო როგორც ასე ვთქვათ დიდი ქოლგა და კოორდინატორი თქვენი აპარატი და ასევე ეკონომიკის სამინისტრო ამიტომ სრული 4 სამინისტრო შემადგენლობით ჩანს ამ ფოტოზე რომ იყო წარმოდგენილი ასევე ბატონი ზურატ ყემალაძე და სხვა დეპუტატები ამ სიაში ჩვენ სრულად ჩავწერთ დასკვნაში იმიტომ რომ მომავალი თაობის ვალდებულება და უფლება იცოდეს რომ მათი უკეთესი მომავლისთვის კეთილდღეობისთვის ვინ იბრძოდა და ვინ აძლევდა ხმას წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე მაქვს ასევე თხოვნა თუ თქვენც გაქვთ შემონახული იმდროინდელი გნებავთ ფოტო თუ სხვა მასალა იქნებ მომდევნო დღეებში ამ სხდომასთან დაკავშირებული ყველაფერი რაც გექნებათ და ჩათვლით საჭიროთ მოაწოდოთ კომისიას. ახლა ბატონი ირაკლი და შემდეგ ბატონი თენგიზი ბატონი გურამი ბატონი სოზარი დასვამენ კითხვებს. მოგესალმებით ბატონ დავით. ჩვენთვის თითქოს ცნობილია ვინც პოლიტიკასთან მეტნაკლებად ახლოს ვართ ან ჩართულები ვართ, მაგრამ საზოგადოებისთვის რო უფრო ნათელი იყოს. ლობისტური კომპანია, რომელიც მუშაობს თქვათ კონგრესში, სხვადასხვა კონგრესმენებთან, სხვადასხვა კონგრესის კომიტეტებთან. შემდგომში, როდესაც ხდება ინფორმაციის მიტანა და თქვენ ამბობთ, რომ არის ფაქტი, მაგრამ ფაქტზე იმარჯვებს აღქმა. აი ეს თემა როგორ არის რომ აუხსნათ შეძლების დაგვარად მოსახლეობას, იმიტომ მოსახლეობა გვისმეს. ანუ სინამდვილეში შეიძლება ვთქვათ, რომ არის კატეგორია პოლიტიკოსებისა, რომლებსაც რაღაცა სხვა მიზანი აქვს, ამიტომ ფაქტი მათ შეუძლიათ ცოტა გვერდზე გადადონ და ისეთი აღქმა დაამკვიდრონ, რა აღქმაც მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედის. ანუ მარტო ისე ხო არ არის ერთი მხარე უბნება და მეორე მხარის მიწოდებული ინფორმაციის წაკითხვა და გაანალიზება არ შეუძლია. მით უმეტეს რომ საქართველოსთან დაკავშირებით მაშინაც და დღესაც ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევით თუ სარეიტინგო კომპანიები დებენ ობიექტურ ინფორმაციას, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები აბსოლუტურად განსხვავებულ აღქმებს ასე ვთქვათ ემყარება. დღეს ხალხი ამას საქართველოში ხედავს და აი თქვენი მხრიდან ამის განმარტება ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მადლობა. კითხვებს მოусმინო ქალბატონთია და უპასუხო ერთად. არა, ჯობს რომ უპასუხოთ ჩემი აზრით და შემდეგ ბატონი თენგიზი დასვამს. კეთილი. იცით როგორ არის, აი იმიტომ გამოვყავი და სახელობითად იმიტომ დავასახელე ასე ვთქვათ ის პირები, რომლებსაც ეს რენდი შონემანს და მაიკ მიჩელს თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე და ისტორიიდან გამომდინარე საკმაოდ ტრადიციულად ჩამოყალიბებული მტკიცე ძლიერი ურთიერთობები ჰქონდათ, რომელიც განაპირობებს იმ საწყის ასე ვთქვათ არასამართლიან პოზიციონირებას, რის შემდეგაც ჩვენ თანაბარ სათამაშო პირობებში აღარ აღმოჩნდებით.
ანუ ჩვენთვის ძალიან დიდი აღმართია მე ასავლელი, რომელიც ავლადია რასაკვირველია, მაგრამ ამაში სახელმწიფოს ის ძალისხმევა და ის ენერგია და რესურსი ხარჯება, რომელიც თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, ასე ვთქვათ, პირდაპირ ფრენებს და ბევრ სხვა საკითხს უნდა მოხმარდეს. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს ამბის მიტანის ნარატივის დამკვიდრების დეзинფორმაციის გავრცელების გზები და საშუალებები არსებობს, მე ამ ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით ამასთან მუშაობა საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ, ძალისხმევა იდება. ამაში თუმცა რასაკვირველია საბოლოო ჯამში, როგორც გითხარით, აი იმ გზებით, როგორც ვთქვათ, მაღალი დონის ვიზიტებია და ასე შემდეგ, გარკვეულწილად შეიძლება გაქარწყდეს. მაგრამ ძალიან ეს ერთის მხრივ ფინანსურად ნაყიდი მომსახურება უზრუნველყოფს ძალიან დიდ არასამართლიანად ძლიერ პოზიციებს, რომელთან მერე მუშაობაშიც იხარჯება უკვე სახელმწიფოს, ანუ მოსახლეობის ძალისხმევა და ენერგია, რომ ეს დეзинფორმაცია გაქარწყდეს. მადლობა ბატონი თენგიზი, შემდეგ ბატონი გურამი. მოგესალმებით ბატონო დავით, უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით მთელი იმ საქმიანობისათვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გაწიეთ, როგორც სახელმწიფო მინისტრმა და შემდგომში როგორც ელჩმა და ახლაც როგორც წარმომადგენელმა გაეროში. აუცილებლად მინდა ეს კითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მე კარგად მესმის საქმე გვაქვს არა ვინმე რიგით ექსპერტთან, რომელიც გარედან აგვირდება მოვლენებს, არამედ ადამიანთან, რომელიც თვითონ შიგნით რეალებდა ამ ყველაფერში და ზედვიწევნით კარგად იცის ეს ყველაფერი. ესე იგი, ჯერ კიდევ ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც საუბრობდით, ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ვიზარების ლიბერალიზაციის საკითხები მოგვიანებით ყოფილიყო, ან საერთოდ არ ყოფილიყო, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა მათთვის ამ ხელისუფლების პირობებში. შემდგომში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაზე იყო ლაპარაკი, ამასაც ხელს უშლიდა უკვე მეორე მიმართულებით ოკეანის გაღმა, რათა ეს სტრატეგიული მიმართულებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ გამტკიცებულიყო. ორივე ეს საკითხი და თან ამაში ფულს იხდიდა ლობისტებში, რომ ეს საქმე გაეკეთებინა. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეიძლება თეორიულად ეს აწყობდეს, რომ არც ევროკავშირთან კონდეს ასეთი პირდაპირი კავშირები და გაღრმავებული კავშირები, არც ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ კონდეს ანალოგიური ურთიერთობები და სტრატეგიული ურთიერთობები, ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. და მაშინ, როდესაც ფაქტიურად ერთი მიმართულებით მუშაობის დროსაც და მეორე მიმართულებით მუშაობის დროს ეს ადამიანები იმათ საქმეს აკეთებდნენ, პირდაპირ თუ ირიბად და მე ხთით საკეთი შვედნენ, რომ პროგრესის ხელისუფლება გვაქვსო. აი ეს ყველაფერი, აი ამ საქმიანობის თვალსაზრისით, აი ამ მიმართულების თვალსაზრისით, თქვენი გამოცდილებიდან, თქვენი ინფორმაციიდან გამომდინარე, ამას ყველაფერს აი ამ კონტექსტში როგორ დაახასიათებდით, ამას დასკვნისთვისაც ექნება მნიშვნელობა თქვენეულ ხედავს ამ მიმართულებით. მადლობთ. მადლობა, მოგესალმებით ასევე ბატონ თენგიზ. რასაკვირველია, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ როდესაც პოლიტიკური ოპონირება უკვე იღებს სახელმწიფოსთან და მოსახლეობასთან დაპირისპირების ფორმებს, ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ოპონირება, ეს აღარ არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ამის მაგალითებია ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრებ. პირველ რიგში, როდესაც მოსახლეობა ზარალდება იმ ბრძოლის გამო, რასაც ახორციელებ და გინდა რომ ეს ოპონირებაში გამოიხატოს. როდესაც მეორეს მხრივ, ამიტომ მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ გარკვეულწილად ზოგჯერ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უსამართლო პოზიციის კრიტიკისას ძალიან რბილები ვიყავით, იმიტომ რომ სწორედ ოპონირებას თვის არ გადაგვეყოლებინა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც უვიზო მოსვლა ერქვა. ანუ ამ დროს
ძალიან დიპლომატიურად და ფილიგრანულად ამ პროცესის წარმართვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ზუსტად ის ხალხი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათგან თუ ჩვენ შევხვდებოდით უსამართლო დამოკიდებულებას, ამაზე მითითება ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოლიტიკურად და მაშინ მე ასე ვთქვათ, პოლიტიკური თავმჯდომარეობა მეკავა, პოლიტიკურად დამაზიანებელი ყოფილიყო, მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეს პროცესი ძალიან ფრთხილად წაგვეყვანა. აქ ჩანს განსხვავება, რას ნიშნავს ოპონირება, ისე რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს და მეორეს მხრივ ასე ვთქვათ, რიგი მაგალითებისა, რომელიც მე ჩამოვთვალე, მიუთითებს ამის აბსოლუტურად საპირისპიროზე. მადლობა, ბატონი გურამი. მოგესალმებით, ბატონ დავით. კითხვა სანამ დავსვამ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ თქვენი ახსნა განმარტებიდან გამომდინარე, კითხვებზე პასუხებიდან გამომდინარე, ასეთი სურათი შეიქმნა. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ამის შემდგომ ესეთი სურათი შეიქმნა, რომ ნაცმოძრაობა და მისი პატრონები უცხოეთში ჯერ ვიზა ლიბერალიზაციის მისაღებ სიკეთეს ცდილობდნენ, რომ ძევლად ჩაეგდოთ ხელში 2014-15 წლებში და შანტაჟის ენით ესაუბრათ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ანუ გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეს. და ეხლა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართოთ, ასევე ცდილობენ უკვე მიღებული სიკეთის მძევლად ჩაგდებას ხელში, იგივე ვიზა ლიბერალიზაციის სახით და შანტაჟით ენით ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას. ანუ რეალურად პარალელი არის ის, რომ რას თქვენ ახსენეთ სიტყვა მძარცველი, როდესაც უნდა რომ ადამიანს რაღაცა ან ფული გამოზალოს, ან რაიმე გააკეთებინოს, ან რამეზე უარი ათქმევინოს, აკეთებს ხოლმე იმას, რომ საკუთარ ოჯახის წევრს ძევლად წაიყვანს ხოლმე. და ეუბნება, რომ ან ფულს გადაიხდი, ან რაღაც სიკეთეზე უარს იტყვი, თუ არა და გაგინადგურებ ოჯახის წევრს, იმიტომ რომ იცის, რომ სენსიტიურია ოჯახის წევრი აი ამ პიროვნებისთვის. და პარალელი ეს დავინახეთ ზუსტად, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ძევლად მაქვს ჩაგდებული შენი საზოგადოების სიკეთე, ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაცია, ჯერ მიცემის დროს, რომ მივცემ თუ არა შენ საზოგადოება, შენთვის ხომ მნიშვნელოვანია ეს. ამიტომ ან რუსთავი ორთან დაკავშირებული საკითხი გააჩერე, მაშინ ეს იყო მოთხოვნა და დღეს კარგად ვიცით, რომ ასევე უნდათ, რომ უკვე მიღებული სიკეთე ძევლად ჩაიგდონ ხელში, ასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია და საქართველოს ხელისუფლებას იგივე შანტაჟით ენით ესაუბრებიან, რომ თუ გინდა რომ ეს სიკეთე შენმა საზოგადოებამ არ დაკარგოს, ამ შემთხვევაში ან გადადექი, ან მეორე ფრონტი გახსენი და ასე შემდგომ. ანუ რეალურად ეს ხალხი ნაციონალური მოძრაობა და მისი პატრონები, თქვენ ასევე ახსენეთ, რომ მისი მათი ერთ-ერთი პატრონი იყო ჩამოსული და ზუსტად ის ხალხი ნახა, მერაბიშვილი ახსენეთ, უგულავა, ვინც იყო შემქმნელი სააკაშვილთან ერთად აი ამ ნაციონალური მოძრაობის. ანუ რეალურად პოლიტიკურ ენაზეც ვეღარ იტყვი ამას, ახლა მძარცველი, იგივე დაყაჩაღება, რაც ბატონმა ალუდამ თქვა, ოღონდ ეს უკვე არის ქართული საზოგადოების სიკეთის მძევლად ჩაგდება. ანუ ხალხს და ახალგაზრდებს რო აუხსნა და არა მარტო ახალგაზრდებს, საზოგადოებას დღეს რო ვაჭრობენ, უნდათ რო ივაჭრონ აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის ვითომ შეჩერება არ შეჩერების გზით, აი ეს თქვენი ახსნა განმარტება უკვე კიდევ მორიგჯერზე ფარდას ხსნის ამას და კიდევ მორიგჯერზე თქვენ ამ ახსნა განმარტებით დაადასტურეთ, რომ დღეს უნდათ რომ საქართველოს ხელისუფლებას ევაჭრონ იმით, რომ ეს სიკეთე რაც არ ქართულ საზოგადოებას წაგართმევ, თუ შენ მეორე ფრონტს არ გახსნი, ან არ ჩაანაცვლებ აქ ნაცმოძრაობას. აი ეს სურათი შეიქმნა. კი ბატონო. და კითხვა ის მაქვს, რომ ეს სურათი დავინახეთ და იმედი ალბათ დამეთანხმებით ამაში ან არ დამეთანხმებით და მეორე ბარემ ვიტყვი აქვე, რომ თქვენ კონკრეტული გვარები ახსენეთ იმ ადამიანების ლონდარიძე და კანდელაკი და ხო არ იყო თქვენ მათ შორის იყავით შეერთებულ შტატებში ჩვენი წარმომადგენელი
სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კიდევ სხვა პირები ასევე რომლებიც მათ შორის საჯაროდ ეს ხალხი არ ერიდება სხვათა შორის ესეც მათი ხელწერაა არ ერიდება ეს ხალხი იმას რომ საჯაროდ დაფიქსირდეს მათი მოღალატეობრივი პოზიცია საქართველოს წინააღმდეგ ხელსაც აწერენ და ამბობენ კიდევაც ანუ არ ერიდებათ აქ დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაც კი აღარ უწევს არავის რომ მათი გვარები დასახელდეს რა და ხო არ გახსოვთ კიდე სხვა ისეთი გვარები რომლებიც მათ შორის არა მარტო ბრიუსელში და ევროკავშირის ბიუროკრატიაში არამედ მათ შორის ვაშინგტონში გამოდიოდა საქართველოს წინააღმდეგ პოზიციით არასამთავრობოები ხო მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკოსები თორე ჩვენ ვიცით რომ არასამთავრობოები უკვე არასამთავრობოები აღარ არიან ბოლო პერიოდში ჩვეულებრივი ასე ვთქვათ პოლიტიკაში ჩართული მათი წარმომადგენლები არიან ჩვენთან მოგახსენებთ ახლა ეს ძალიან ცხადი მაგალითი იყო ამ საქართველოს ევროინტეგრაციის ხელის შეშლის და პირდაპირ ასე ვთქვათ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგ ხმის მიცემით. რასაკვირველია კომისიას კიდევ ასე ვთქვათ დაუთმობ დროს ამ საკითხს და მოგაწვდით სხვა ინფორმაციასაც. არასამთავრობო სექტორი ახსენეთ და მინდა რომ ხაზი გაუსვა უბრალოდ რომ არასამთავრობო სექტორი არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ზოგადად პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულს გულისხმობს. ამით აღიქმება მათი განცხადებები ევროპაში და ამერიკაში მიუკერძოებლად და ამიტომ უნდა აღიქმებოდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად. თუ ეს ზღვარი გამქრალია, როგორც თქვენ დაახასიათეთ, ამ შემთხვევაში რასაკვირველია, შეიძლება შენარჩუნებული იყოს ეს წყალებში მიუკერძოებელი პოზიციონირება, თუმცა ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩანს ეს გადაბმა პოლიტიკურ პოზიციებთან. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს პრაქტიკაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთად შევძელით და ძალიან ასე ვთქვათ, მკაფიოდ წარუდგინეთ საქართველოს შესახებ პოზიციები, გავამტკიცეთ საქართველოს როგორც ტოლერანტული მიმღები, ღია, მრავალ ასე ვთქვათ, ეთნიკური და ღია საზოგადოება და ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის კარგი მაგალითებიც იყო, მაგრამ როგორც კი არასამთავრობო კარგავს აი ამ მიუკერძოებლობის ასე ვთქვათ შინაარს უკვე რასაკვირველია იქ ჩანს პოლიტიკური ინტერესები და აღქმები კი მათ მიმართ არის როგორც ობიექტური ასე ვთქვათ საჯულის მიმართ რაც სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში და ჩვენს სექტორის შემთხვევაში ძალიან დიდ შემთხვევაში არ არის სიმართლე უკაცრავად, ანუ ესეთი მაგალითები პოზიტიური თქვით თქვენ და თუ იყო ესეთი კარგია და ნეგატიური იყო თუ არ იყო, აი სადაც თქვენ არაერთი, ახლა ერთი მაგალითი პირდაპირ ვახსენე, რომ ლობისტურ ასე ვთქვათ კონტრაქტს აწერდა ხელს ნაციონალური მოძრაობის მაგივრად ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ არაერთი შემთხვევა იყო, სადაც დისკუსიის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების 3-4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტის დროს მიწევდა ძალისხმევა რომ მათი საჯარო განხილვების დროს მეც მქონოდა იქ ასე ვთქვათ დისკუსიის დროს ადგილი რომ ის ყველაფერი რასაც ისინი ისაუბრებდნენ მე ამეღო სიტყვა და ეს ყველაფერი გამაქართმევინა ამის არაერთი ასე ვთქვათ შემთხვევა მქონია აქაც იქ მივდივარ რომ აი ამაზე შეიძლებოდა ბატონ დავით მე დარწმუნებული ვარ და რესურსი წასულიყო დიახ დარწმუნებული ვარ რომ ფარაშში მოხდებოდა ეს ხალხიც და აი ქუთელიას გარდა კიდე იყო აი რომ 1-2 რომ თქვათ კიდე საჯაროდ იქნებოდა დარწმუნებული ვარ ეს კონტრაქტები დადებული და ხო არ გახსენდებათ კიდე 1 რო თქვათ ან 2 ვინ იყო ეს მე შემიძლია ყველა კონტრაქტი ამოიღოს სამოქალაქო სექტორს თუ გულისხმობთ მე არ მახსენდება მაგრამ მე ყველას რაც არის შემიძლია წარმოადგინო იმ პერიოდში როდესაც მე ვიყავ ელჩი და კომისიას მივაწოდო სულ შე ბატონო კარგი იქნება კი ბატონო
რაც შეეხება შეხვედრები ახსენეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნათქვამის გაბათილება მიწევდაო და ვინ იყვნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ხომ არ გახსოვთ? ასაკურველია ეს იყო ძირითადად ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ, ეს იყო გამჭვირვალობა, ეს იყო საია, ეს იყო ისფედი, ეს ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ხშირად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა შემადგენლობით, სხვადასხვა შემადგენლობით. მოდებული იყვნენ, რომ იტყვიან სალაპარაკო ენაზე. და იყო ჩამოდიოდნენ თავიანთი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი ჰქონდათ, იყო დისკუსიები და სადაც შესაძლებლობა ჰქონდა ყველგან, რა თქმა უნდა, იმ ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელიც ჰქონდა იმ, ასე ვთქვათ, სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ან სხვა უნივერსიტეტებთან, სადაც ეს განხილვები იმართებოდა, ერთი ადგილი, ასე ვთქვათ, მეც ჰქონდა გამოყოფილი, სადაც მეცნიერებდა შესაძლებლობა, რომ მე ამ ყველაფერთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიციები გამეჟღერებინა. კი ბატონო. ბატონი სოზარი თუ არ მიწყენს რამდენიმე კითხვას დავსვამ სანამ თქვენ დასვამთ და შემდეგ ბატონი სოზარი და დაგემშვიდობებით. ბატონო გურამ ხომ არ გაგაწყვეტინეთ თქვენ ხო არ გნებთ? ბატონო დავით, აი სამი ის რომ ავიღოთ კატეგორია რთული, ძალიან რთული და უკიდურესად რთული. რომელი ახასიათებს ყველაზე მეტად ამ სამიდან იმ მდგომარეობას, რაშიც თქვენ აღმოჩნდებოდით ხოლმე როგორც საქართველოს ელჩი ვაშინგტონში, როცა გიწევდათ ამ აღქმებთან ბრძოლა და ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და რეალობის, ფაქტების მიწოდება და იმ აღქმების და ცრუ ფეიქს რომ ეძახიან ყალბი ინფორმაციების გაბათილება იმისთვის რომ დაგეცვათ სახელმწიფოს ინტერესი. აი ამ საქმიანობას, თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობას, მათი მავნებლური ქმედებები ართულებდა, ძალიან ართულებდა თუ უკიდურესად ართულებდა, ეს მაინტერესებს. აი რა რანგირებაში ვიყავით? უკიდურესად ან კიდევ უფრო მეტად არ ვიცი ამის აღმატებული ფორმა თუ არსებობს. უბრალოდ ამას მართლა მიქონდა ძალიან დიდი რესურსი და დიდი ენერგია. იყო მომენტები, როდესაც უბრალოდ ფიქრობ, რომ აი ძალიან ღიად ხედავ აწოდი სიმართლეს და მაინც რაღაც ასე ვთქვათ კედელს ეჯახები. ამიტომ ძალიან რთული იყო. უკიდურესად რთული შეიძლება ითქვას თუ ამ კატეგორიებით დავახარისხე. კი ბატონო, თქვენ არ გიკვირდეთ ჩვენი კითხვები, ჩვენ პოლიტიკურ ორგანოში ვართ და ამიტომ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს, დასკვნა იქნება ფაქტებზე დაფუძნებული და რა თქმა უნდა იქ იქნება პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებებიც. აქედან გამომდინარეობს ჩვენი კითხვებიც. ბატონო დავით, კიდევ მაქვს ასეთი კითხვა. თქვენ თქვით ბოდიშის მოხდა მოუწიაო და ესახსენეთ მას მერე რაც თქვით რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით ბათუ ქუთელიამ ლობიზმის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელიო და მე კარგად ვერ გავიგე და არც ეს ამბავი არ ვიცი პირველად მესმის ნაციონალური მოძრაობის სახელით არასამთავრობო ორგანიზაციის ვითომდა წარმომადგენელი ბათუ ქუთელი აწელს ხელშეკრულებას ხელს და მე ახსენეთ ბოდიშის მოხდა მოუწია ვიღაცასო და ეს ამბავი რო განგვიმარტოთ, იმიტომ რომ მე არ ვიცი, ალბათ უნდა ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი. მე ხლა ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ შორის განცხადება, მათ შორის თვითონ ხელშეკრულება, მათ შორის ასე ვთქვათ გამოხმაურებები და ატლანტიკური საბჭოს, ანუ ამერიკული ატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია, think tank-ია, ასე ვთქვათ. მათი განცხადებები ხელმისაწვდომია და ამას მოგაწვით რასაკვირველია. ანუ გამოქვეყნდა ფარაზე დოკუმენტი, სადაც მითითებულია რომ ერთის ხრივ ეს ორიონ სტრატეჯი, მეორეს ხრივ ნაციონალური მოძრაობა დებენ ხელშეკრულებას და გაწერილია მიზნები და ასე შემდეგ და იქ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელმოწერად მითითებულია ბათუ ქუთელია. გარდა იმისა, რომ ის თან ატლანტიკური საბჭო საქართველოს ხელმძღვანელი იყო საქართველოში. ასევე იყო ასე ვთქვათ ატლანტიკური საბჭოს მთავარი ოფისის ვაშინგტონში იმ ოფისის მკვლევარი.
და გამომდინარე აქედან ძალიან მაღალი იყო αφილიაცია, ანუ კავშირი მასსა და ატლანტიკურ საბჭოს შორის, რომელსაც პრეტენზია აქვს და ჰქონდა როგორც ერთ-ერთ მიუკერძოებელ და საკმაოდ ძლიერ არასამთავრობო სამეცნიერო კვლევით ცენტრზე, მოდი ასე ვთქვათ, think tank-ზე. და ამიტომ მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინათ, მოებოდიშებინათ, გაუგებრობისთვის დაებრალებინათ ზუსტად განცხადებას, რომ პერიფრაზი, ასე ვთქვათ, უხეში არ გამოვიდეს, სრულად მათ განცხადებას მე კომისიას მივაწერე. დიდი მადლობა. ბატონო დავით, მე ძალიან ხშირად ვიყავით რა იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელი უვიზო მიმოსვლის ეგრეთ წოდებული roadmap-ის, ანუ საშინაო დავალებები, დაყოფილი იყო ბლოკებად და იუსტიციის სამინისტრო მინიმუმ 2 ბლოკზე 4-დან, მგონი 4 ბლოკი იყო, ბევრი წელი გავიდა, აღარ მახსოვს, 4 ბლოკი მახსოვს იყო. იქიდან მინიმუმ 2 ბლოკის, ანუ საშინაო დავალებების შესრულებაზე, რეფორმების გატარებაზე პასუხს აგებდა იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად ძალიან ბევრი შეხვედრის ჩატარება მიწევდა მე თვითონ ჩემს თანამშრომლებს და გამრჩენია განცდა, მაგრამ არ ვიცი დღემდე ეს განცდა იყო როგორც perception-ი რომ ამბობენ მოდაში იყო მაშინ ეს სიტყვა თუ რეალობა. და თქვენგან მინდა თქვენი შტაბ-ბეჭდილება მოვისმინო. ხშირად მქონია შემდეგი განცდა, რომ პრობლემა ის კი არ იყო, რომ ან რომელიმე რეფორმა არ იყო წარმატებული, ამას თვითონაც როცა ბიუროკრატები და საჯარო მოხელეები ბრიუსელში წერდნენ, დაუინტერესებელ და უანგარო მიუკერძოებელ დოკუმენტებს წერდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული. ეს კი არ იყო პრობლემა. პრობლემა თითქოს მე მრჩებოდა განცდა ხოლმე, რომ იყო ის, რომ მათთვის მიუღებელი იყო ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური ხელისუფალი. და უფრო მეტიც დამრჩენია ხოლმე განცდა, რომ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მაგალითად მჯდარიყო მწვალებელი, რეკეტირი, ზურა ადეიშვილი, მას უფრო მეტ ხელშეწყობას მიცემდნენ და შესაძლოა უფრო მალეც მიეცათ ნაციონალური მოძრაობისთვის უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ ციხეში რა ხდება, ბავშვებს რატო ემუქრებით გაუპატიურებით, მოლაშვილს რატო დააწვით ზურგზე სიგარეტის ნამწვავები, რატომ აუპატიურებდით ცოცხლით ზოგიერთ პატიმარს, რატომ ჩაახშეთ სისხლით თქვენ მიერვე დაგეგმილი ბუნტი ორთაჭალის ციხეში, რატომ გააუქმეთ რეალურად სასამართლო, რატომ ყავდათ 30,000-მდე პატიმარი, რატომ ყავთ ამ კითხვებს ბიზნესს რატომ აუბედურებთ და რეალურად ჩვენ ნახეთ აქ გაუბედურებული ბიზნესმენები და მათი მეუღლეები და რეალურად დანგრეული ცხოვრებები და ოჯახები. რატომ მოკალით როინშავაძე, რატომ მოკალით სანდრო გირგვლიანი, რატომ მოკალით გამცემლიძე, რობაქიძე, რატომ მოკალით დათო ცინდელიანი დღეს ჩვენ სულ 1 საათში მოკლული პაატა ქარდავას მეუღლეს და ქალიშვილს მოусმენთ და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო. აი ამას კი არ კითხავდნენ. არამედ შეიძლება კიდევ მეორედ ეწოდებინათ მათთვის ყველაზე დემოკრატიული შუქურა მსოფლიოში და რეგიონში. უვიზოც უფრო ადვილად მიეცათ და ამ დროს ჩვენს თვალში ბეწვს ეძებდნენ. შვენას არა, ბეწვს. აი ეს განცდა მქონდა ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ თითქოს განცდა იყო ასეთი, რომ მათთვის მთავარი იყო საქართველოში მათთვის მისაღები ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის ხელის ბიჭი მთავრობა ყოფილიყო პოლიტიკურად მისაღები, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეუსრულებდა, მათ შორის გახსნიდა მეორე ფრონტს მაგალითად და ცალფეხზეც დადგებოდა ასკინკილით და რეალურად მნიშვნელობა არ ქონდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხი როგორი იქნებოდა. ამიტომ ხდებოდა თითქოს რომ როგორც თქვენ ბრძანეთ,
მოდი გადავდოთ უვიზო მიმოსვლის მიცემა ქართველი ერისთვის არჩევნების მერე. თითქოს იყო გარკვეული იმედი მათ შორის პოლონელი დეპუტატის სარიუშ ვოლსკის მხრიდან, რომ აი იქნებ ესენი შეიცვალონ და მერე მივცემთ უვიზო რეჟიმს. ეს განცდა მე მუდმივად მქონდა. თქვენ თუ გქონიათ იგივე აღქმა, თუნდაც ვაშინგტონში, თუნდაც ბრიუსელში უამრავი ვიზიტი ჩაატარეთ, რომ ეს რეალურად ის კი არ იყო, რომ ადამიანის უფლებები აინტერესებდა ზოგიერთს, დასავლელ პარტნიორს, არამედ მათთვის ვინ იყო ხელისუფლებაში, ეს იყო მთავარი. კი, უფრო ჩემი გადმოსახედიდან რა განცდაც, რადგან განცდებს და perception-ებს ვსაუბრობთ, აი განცდა იყო ესეთი, რომ იმ მოედანზე, მათ მოედანზე ის რაც ალბათ ნაციონალური მოძრაობისთვის იქნებოდა უბრალოდ 100 მეტრიანი გარბენი, ჩვენთვის იყო 1 კილომეტრიანი გარბენი ბარიერებით. დაახლოებით აი ესეთი გზის გავლა გვიწევდა, რომ შევატაროთ როგორ შეიძლებოდა წარმოგვედგინა აღქმის დონეზე დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მადლობა. სტატუსზე მინდა კითხოთ, მე მესმის, რომ ამ დროს თქვენ უკვე აღარ მუშაობთ საკუთრივ ევროინტეგრაციის საკითხებზე, როდესაც 3 ქვეყნიდან 2 გამოარჩია ბრიუსელმა და საქართველოს არ მიცა სტატუსი. ეს მაშინ ჩვენ სრულიად სამართლიანად აღვიქვით მთავრობამაც, პარლამენტმაც და საზოგადოებამაც, რომ რაღაცის გამო ჩვენ ბრიუსელმა მიუხედავად იმისა, რომ იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ავიღებთ თუ სხვა სახეცვლილ კრიტერიუმებს თუ მიდგომებს თუ სტანდარტებს და პრინციპებს, რასაც ბრიუსელი მიყვებოდა მიუკერძოებლობის ნაწილში, საქართველო მოლდოვაზეც და უკრაინაზეც ყოველთვის ბევრად წინ იყო და ის ობიექტურად იმსახურებდა მათზე ადრე და მინიმუმ მათთან ერთად სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ბრიუსელმა გამოარჩია და ჩვენ მაშინ ბატონი მაკრონი გამობრძანდა და გეოგრაფიულად სხვა მდგომარეობა აქვს საქართველოსო, ესეც კი ბრძანა და დაავიწყდა, რომ ეს ის გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც ქართველ კაცს აიძულებდა, რომ საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა და ევროპული კულტურა დაეცვა და საფრანგეთში ბატონი მაკრონის წინაპრები ამიტომ ცხოვრობდნენ ხოლმე უფრო მშვიდად, როცა ჩვენ აქ სიზღვრიდით, მაშინ ისიც ითქვა, რომ ეს სხვანაირი გეოგრაფიაო და მოკლედ ჩვენი ისტორიული ეს ისტორია თითქოს და დაიწუნა. ამ დროს რამდენად ეთანხმებით თქვენ ესეთ პოსტულატს. ბრიუსელმა ეს გააკეთა იმ იმედით, რომ ქართული ოცნების დასჯა აისახებოდა საზოგადოების მხარდაჭერაზე მართველი გუნდის მიმართ, შემცირდებოდა ეს მხარდაჭერა ისე, რომ ეს რისხვა გამოწვეული მიიმართებოდა ქართული ოცნების წინააღმდეგ, საკუთარი საზოგადოება თუ არა აუჯანყდებოდა, ყოველ შემთხვევაში მოუშლიდა მხარდაჭერა საკუთარ მთავრობას, რეჟიმი შეიცვლებოდა და შემდეგ მიიღებდნენ იმას, რაც არის როგორც იკვეთება მათი დიდი ხნის ოცნება, რომ ისევ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. აი ამ პოსტულატს როგორც მე, როგორც პარლამენტის წევრმა პოლიტიკურად ჩამოვაყალიბე. რამდენად თქვენ გაიზიარებდით იმ ფაქტებზე დაფუძნებით, რაც თქვენ იცით? ეს მნიშვნელოვნად და გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რომელსაც ჩვენ 2014 წლის მერე ხედავთ, აი რიგი ფაქტებისა განვიხილეთ და მეც მოყვევი, ეს პირდაპირ ამაზე მიუთითებს, აი ეს ჩანს, ეს იკვეთება, ეს იკითხება, რომ მათი პოლიტიკური პრიორიტეტები, მათი პოლიტიკური გემოვნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტერიუმები, ინდიკატორები, მაჩვენებლები, რაც წესით უნდა იყოს საფუძველი ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, არის მეორე ხარისხოვანი. ეხლა მე ძირითადად აქ საქმე მაქვს სხვადასხვა ყველა სახელმწიფოს ელჩთან ცხადია, მაგრამ ნამდვილად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ შემხვედრია არც ერთი ევროპელი დიპლომატი,
რომელიც პირად საუბარში არ იტყოდა, რომ ეს იყო შეცდომა, რაც რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ საქართველოს როგორც ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოს ყველა ინდიკატორით და მაჩვენებლით არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. თქვენ გულისხმობთ თქვენს ამჟამინდელ ევროპელ კოლეგებს, გაეროში ევროპელ კოლეგებს, რომლებსაც წარმომადგენლებს კი ევრო ასე თქვა სტრუქტურებში ან ამ საკითხზე მუშაობის ან პოლიტიკური სიმძიმე ამ თვალსაზრისით ნაკლებად აქვს და ან თუ აქვს ყოველ შემთხვევაში პირად საუბრებში ყველა ამბობს რომ ეს იყო შეცდომა. კი ბატონო, ამასობაში ნიუ-იორკში არასწორი, უბრალოდ შეცდომა უკვე სხვა შეფასების არასწორი. კი ბატონო. ამასობაში ნიუ-იორკში ღამის 3-ის ნახევარი ხდება, ბატონ სოზარ სუბარს მიცემ ბოლოს სიტყვას და უნდა გაგათავისუფლოთ. დიდი მადლობა ბატონო დავით, ძალიან მაღალპროფესიული და ისეთი ინფორმაციული ახსნა განმარტებისთვის. ესე დასვა 30 კითხვა და მე გაახსენდა რომ 3-ის ნახევარია თქვენთან, მაგრამ აი ეს დიდი ერთი ქალი ვარ და ვჩაგრავ მამაკაცებს კომისიაში. მოკლედ. კარგი, 15 წუთი გეყოფათ ბატონოს. კი, ნამდვილად რამდენიმე კითხვა მაქვს, თუმცა ძირითადად დაზუსტებები, სხვათა შორის იმდენად კითხვები არა. უბრალოდ ეხლა თქვენ რასაც ყვებით და ვიცოდით ეს ყველაფერი ჩვენმა საზოგადოებამაც იცის, მაგრამ ვიცით ესე ხო? აი ზოგადად ვიცით და როცა ასე კონკრეტულად ფაქტებით ყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იცოდეს საზოგადოებამ, ყვებით გვარებით. მე ჩემ თავისუფლებას მივცემ ესეთი შეფასებები, რომ რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ, ეს ხო როცა ისინი იბრძოდნენ ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ, ეს ხო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს ხო ანტიქართული, ეს იყო ანტიეროვნული, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, ეს ეხება როგორც NGO-ებს, მათ წარმომადგენლებს, ისე იმ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას აკეთებდნენ. გაიზიარებთ თუ არა აი ამ შეფასებას თქვენი თვალსაზრისიდან, როგორ ჩანს? დიახ, მე თავიდანვე ახსენეთ იმაში მით უმეტეს, როდესაც მაშინ მე პოლიტიკური თანამდებობა მიყავა და ამ თვალსაზრისით არ შემიზღუდავს ჩემი თავი გავიმეორებ კიდევ ერთხელ ეს იყო პირადი ინტერესებით, პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახები სახელმწიფოს მოსახლეობის ეროვნული და გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. დიდი მადლობა. თქვენ ბრძანეთ რომ 3 NGO აქტიურობდა განსაკუთრებით, ეს ხო ისფედი, ანუ უსამართლო არჩევნები, სამართლიანს ვერ დავარქმევთ ორგანიზაციას, რომელიც აყალბებდა ხმების პარალელურ დათვლას 2020 წლის არჩევნებზე და ამით ცდილობდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების და არეულობის და სისხლის პროვოცირებას. ეს იყო SAIA, ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ორგანიზაცია, რომელიც და რომლის ხელმძღვანელებიც 2008 წლის ომის შემდეგ ლობირებდნენ რუსეთის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როცა ამტკიცებდნენ თითქოს საქართველოს ქართული სახელმწიფო ლახავდა თავისი მოქალაქე ოსი ეროვნების ადამიანების უფლებებს და ბომბავდა თავის მშვიდობიან მოსახლეობას და ეს იყო საერთაშორისო გაუმჭვირვალობა ორგანიზაცია, რომელსაც როგორც საბჭოთა კავშირს 70 წელი თუ 30 წელი მართავდა ლეონიდ ბრეჟნევი, დღემდე ხავს ქალბატონი გიგაური ერთადერთი და უცვლელი ხელმძღვანელი. ნიშკარგია რომ ეს ორგანიზაციები დაასახელეთ, მაგრამ ამ ორგანიზაციებს ყავდათ ხელმძღვანელები, ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ და ლაპარაკობდნენ და კარგი იქნება ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, არ მითხრათ ახლა რომ გვარები არ გახსოვთ. არა, როგორ არ მახსოვს, უბრალოდ ეკა ერთხელ ჩამოსულა გიგაური, მისი მოადგილე იყო თვალწები უნიანი გვარად, ისიც არა ერთხელ ჩამოსულა. SAIA-ს იცით 4 წლის განმავლობაში არაერთი ასეთი ვიზიტი იყო, არაერთი. შეიძლება ითქვას, რომ აი სიხშირე რო ავიღოთ ჩემი აღქმით ახლობით 2-3 თვეში ერთხელ იყო ასეთი ვიზიტი. ასე რომ ალბათ არ დარჩენილა წარმომადგენელი, მე შევეცდები კიდევ ერთხელ ამ თვალსაზრისით ჩანიშნული მაქვს და ყველა იმ
აქტივობას და იმ პირებს, ვისთანაც ეს აქტივობები განხორციელებულა კომისიის ინტერესიდან გამომდინარე მოგაწვით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასკვნისთვის. და კიდევ ერთი ასეთი კითხვა მაქვს. ბოლო პერიოდში, ბოლო რამდენიმე წელია ჩვენთან გაჩნდა ესეთი ტერმინი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, ეს არის დაუძინებელი მეგობრები. უწოდებთ ასე იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე ხშირად აქტიურობენ, ყველაზე ცუდად აქტიურობენ საქართველოს და ქართული ინტერესების წინააღმდეგ. უკვე ესეთი კრეფსითი სახელიც კი გახდა, მაგალითად, იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, ბოლო წლები რა, ბოლო პერიოდი ხუთყავ აღარ არის ევროპარლამენტის წევრი და აღარ ჩანს ისე აქტიურად. სამწუხაროდ საქართველოში ევროკავშირის დღევანდელი ელჩი ბატონი ჰერჩინსკიც ამ სიაში ჩაეწერა და აი ამ რიგში ჩადგა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თქვათ იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ იმ საქმეებს, რომლებიცშიც მერე სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც მერე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სამართლიანი იყო ქართული სახელმწიფო და ქართული სასამართლო და ისინი ამას უწოდებდნენ პოლიტიკურ დევნას ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ისეთ საქმეებს, სადაც როგორც იყო რუსთავის საქმე და აქაც აღმოჩნდა, რომ საქართველო იყო აბსოლუტურად მართალი. თქვენ ახსენეთ ერთადერთი გვარი, აქ ეს არის სირიუს ვოლსკი, თუ სირიუს შვოლსკი, ადამიანი, რომლის სახელიც მართლა ერთ-ერთი ამ იუკნევიჩიანებით და მარგარიტა გრიგორიევით ხშირად ისმოდა, ალბათ ყველაზე ხშირად. თუმცა ახლა აღარ არის პოლიტიკურ ასპარეზზე, აღარ არის ევროპარლამენტის წევრი, რომელსაც ის წარმოადგენდა 20 წლის განმავლობაში, პოლონეთის წარმომადგენელი იყო ევროპარლამენტში. მაგრამ ბევრი ადამიანი შეიძლება დღესაც იქ იყოს, დღესაც აკეთებს განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ და დღესაც ქართულ საზოგადოებაში აღიქმება თითქოს ისინი არიან ევროპელი პოლიტიკოსები, საქართველოს მეგობრები, რომლებიც რაღაცა ჩვენი ინტერესების დაცვას ცდილობენ და კარგი იქნება თუ ეხლა გახსოვთ ეს გვარები, განსაკუთრებით ვინც აქტიურებდნენ, გაიხსენოთ და გითხრათ, თუ არა და შემდეგ მოგვაწოდოთ მოგვიანებით. უკეთესი იქნება ეხლა ვინც გაგახსენდება. აუცილებლად აი შევეცადე რომ უცებ იქნებ სადმე ასე ვთქვათ იმეგნო, მაგრამ არ მინდა რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მოგაწვით ყველა აქტივობების და განცხადებების შესახებ ინფორმაციას. კარგი მახსოვს, დადებითი რაც მახსოვს ეს ასე ვთქვათ საერთაშორისო დაუვიწყარი იყო მისი ასე ვთქვათ დაუძინებელი აქტივობებით. უბრალოდ მაგალითად მახსოვს, რომ ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ასეთ კავტონთია და იყო საჯად კარიმი, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენი კარგი პარტნიორი, კარგი თანათავმჯდომარე იყო და ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით გვეხმარებოდა ძალიან და როგორც თქვენ თქვით, კარგების დამახსოვრება აუცილებელია. ხოლო მათ, ვინც დაუძინებლად ზრუნავდა საკუთარი პარტნიორების გაძლიერებაზე ჩვენი ქვეყნში და ამის ეს ხდებოდა ჩვენი მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, აუცილებლად ეს ჩავნიშნეთ მომენტ. კი ბატონო, მადლობა და ბოლოს ქალბატონმა თეამწეღან თქვა, რომ ხო არ გრჩებოდათ ისეთი შთაბეჭდილებაო, რომ გაცილებით ადრე მისცემდნენ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას თუ სხვა რაღაც კარის გახსნების და საფეხურების გავლები ევროკავშირის მიმართულებით, აქ რო ყოფილიყო თქვა ნაციონალური მოძრაობა. შეიძლება და დღეს, როცა პოლიტიკური ბრძოლისთვის დასჭირდათ ეს მართლა ამის ლობირება გააკეთებინათ, მაგრამ სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობა რო დარჩენილიყო, უბრალოდ მართლა წარმოუდგენელია იმდენად რომ ეს ნაბიჯები საქართველოს გაულა იმდენად ეწინააღმდეგება ყველაფერი, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა და წარმოადგენდა იდეოლოგიურად ევროპულ ღირებულებებს, რომ ეს მომხდარიყო. დავიწყებ ყველაზე თქვათ აბსოლუტურად ისეთი თეორიული არგუმენტი და როგორც იყო საქართველოს პარლამენტის შენობაში მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთხელ და თქვა, რომ ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ლიბერტარიანელი მთავრობა. რამდენად ლიბერტარიანელები იყვნენ და რამდენად ფსევდოლიბერტარიანელები იყვნენ და ცრუ ლიბერტარიანელები ეს ერთია, თუმცა მართლა რომ ლიბერტარიანელები ყოფილიყვნენ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იმ სოციალური პოლიტიკისთვის, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ასე რომ შეუთავსებელი იყო ის პოლიტიკა, რასაც სააკაშვილი ატარებდა და მისი ხელისუფლება ევროკავშირთან, თუნდაც აი ამ იდეოლოგიური კუთხით. ციხეებში წამება და ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა
აბსოლუტურად შეუთავსებელი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ევროპულ პოლიტიკასთან ამ სფეროში და ეს დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით, მაშინ როცა რაც ხელისუფლება შეიცვალა 2012 წლის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია. ქუჩებში დახვრეტები, საკუთრების გაუქმებული უფლება, რომელიც უბრალოდ ევროკონვენციას კი არ ეწინააღმდეგება, იმ პრინციპს ეწინააღმდეგება, რაზეც საერთოდ ევროპა ჩამოყალიბდა, ევროპა როგორც ღირებულებითი სისტემა, იმიტომ რომ სწორედ საკუთრების უფლების დაცვა იყო ერთ-ერთი საფუძველი, რაზეც ევროპული ღირებულებები ჩამოყალიბდა, ასე რომ შეიძლება პოლიტიკურად კი დაეჭირათ მხარი, მაგრამ სინამდვილეში აქ რო არ ყოფილიყო რაღაც ალტერნატიული ძალა, თვითონ ნაციონალური მოძრაობას ალბათ არ მოინდომებდა იქ გაწევრიანებას თუ ისევ გარედან არ მიიღებდნენ მსგავს დავალებას, იმდენად შეუთავსებელი იყო ის, რასაც აკეთებდნენ იმ ყველაფერთან, რასაც აქამდე წარმოადგენდა ყოველ შემთხვევაში ევროკავშირი თავისი ღირებულებებით. დღეს სამწუხაროდ იქაც ვხედავთ ძალიან სერიოზულ ეროზიას. თქვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩართვისთვის, სახსნა განმარტებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, როგორც დიპლომატს მუდმივად იწერდით, ინიშნავდით, გადახედავთ და მოგვაწვდით დამატებით. გმადლობთ. ბატონ დავით, დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის კიდევ? დიდი მადლობა ყველა იმ საქმისთვის, რაც ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გაგიკეთებიათ. შემდეგ, როგორც თქვენვე აღნიშნეთ, უკიდურესად გართულებულ ვითარებაში ვაშინგტონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული და მაღალი დონის პოლიტიკური ინტერესები დაგიცავთ და ახლა უკვე გაეროში ემსახურებით ჩვენ სამშობლოს. ყველა ამ საქმისთვის დიდი მადლობა, დღეს ჩართვისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ და უნდა ვთქვა, რომ აქ როგორც ჩანს ჩემი და ბატონი სოზარის ხედვები ოდნავ განსხვავდება, მე მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ჩვენ დასკვნაშიც მოხდება ყველა ის მასობრივი უფლებების დარღვევები, კაცის კლა, ბავშვების გაუბედურება, მათ შორის ავჭალის ციხე გადაწყვეტილი იყო ბავშვებით და რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც შეძლებდნენ, რომ ფასადური რეფორმები ჩაეტარებინათ, შექება დაემსახურებინათ და უფრო მარტივი ყოფილიყო მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობა. მე უფრო ასე მგონია, იმიტომ რომ რეალურად ის პოლიტიკოსები და პოლიტიკური ორგანიზაციები უფრო მარტივად დგამდნენ იმ ნაბიჯებს, რასაც დავალებები ჰქვია. მეორე ფრონტიც გაიხსნებოდა ჩვენს ქვეყანაში, სადაც კი იქნებოდა უიზომი მოსვლა ევროპასთან, მაგრამ იქნებოდა და ღმერთმა დაგვიფარა ძალიან დიდი სისხლისღვრა და ომი. მაგრამ ეს დასკვნის თემაა უკვე, ეს ვარაუდები აღარ არის, ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებები და ჩვენ შეგვეძლება, რომ კომისიის შიგნით ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. რაც თავია, თქვენ მადლობა ფაქტებისთვის. თუ არ შეწუხდებით, ვინაიდან ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მიმდინარე კვირის ბოლომდე, რასაც შეაგროვებთ, რომ მოგვაწოდოთ.